ერთი ბავშვი ეუბნება დედას ხალხი რომ მიდისო და რაღაცა როგორ ერევა ხელისუფლება ხალხს პოლიცია მათ მხარეს არის და მე უპასუხე ვერ მოგვერევიან თქვა ღმერთი ჩვენ მხარეს არის თქვა იმიტომ რომ მართლები ვართ ხო განათლება განვითარება თავისუფლება და სამართლიანობა გვინდა აქ რო აჯანყდი მშვიდად ეწერა ვინც ეს დაამახინჯა იმის დედაც ცალკე აი ეგენი ყველა არიან პარტიული მწოველები და რავი დახვრეტა სიმსახურები ხო ამაზე სუფთად არ შემიძლია თქვა ერთი საქართველოს დროშა აქ აი იკრიფება აქაც ხალხი მე დამჯდარი მაქვს მობილური უნდა დავტენო თორე უკეთესად გადავიღებდი აი გერ პოლიციის ფორმაში ხალხია არ ვიცი ვინები დაჭმერინებული ხო და რავი დღეს დიდი ვარაუდით ეცდებიან დარბევას შეიძლება გადავინაცვლოთ სხვა ქუჩაზე მაგრამ ბოლომდე უნდა ვიყოთ იო აი გაბრაზებული ხალხი დაგვიკმაყოფილეთ ახალი არჩევნები და გათავისუფლება და არ იქნება გამწარებული ხალხი რაღაც პერიოდი ვტენიდი მობილურს ზუსტად იმ პერიოდი იყო როდესაც პოლიცია მანქანებით წაიყვანეს უკან ხალხი გადავიდა იმის უკან, რაფია პარლამენტის უკან, იქიდან პოლიცია წავიდა, გააცილეს მუსიკით, სიმღერით და რა ვიცი, ახლა იქ არ ვარ გავიგო რამდენი ადამიანია, მაგრამ საღამოთი რავი, იგეგმება დარბევები და სისასტიკე, მაგრამ რამდენად რა და როგორ და რანაირად იქნება რა ვიცი, მეცმაიც თავარია ისაა ჩვენ გვერდით რა ესე იგი აუცილებლად გავიმარჯვებთ რაც როგორც და რანაირადაც არ უნდა მოხდეს არ ვიცი ვინცაც წავიდა აგერ არის რამოდენიმე მანქანა აქეთ კიდე ერთი და უკანიდანვე მგონია გადაინაცვლეს არ ვიცი პოლიციამ თავის მანქანებით შეიძლება 1-2 სხვაგანაც წავიდა არ ვიცი ხო ახლა ეს დარჩა გაზონს უფრთხილებიან და ხალხი კიდე დაასახიჩრეს იზეძი უნდა რაღაცა რომ ისევ დაკავება განაგრძო გამიჭრებს ამას გადავაგებ
ეს მუსიკა რო ჩაერთო ანის გაუხარდათ, ან კიდე ვითომ გაათავისუფლეს ის არ ვიცი. ვერ ვარ კაი ოპერატორი, როგორც ჩანს. ვიღაცა დაიჭირეს ნაბიჯრებმა. დიდი ხანი არ აუღიათ. ეს ახლა პრემიები და დაში. ბებია გალახეს ვიღაცა მოხუცი. არა ადამიანებმა. ვიღაცა წაიყვანეს ნაბიჯები. ვიღაცამ რაღაცა ისროლა. უებს ისვრიან გონი თუ რა არის, არ ვიცი. არ ვიცი რა. ვიღაცამ რაღაცა ისროლა. და შევეცი. აგვერიეს უკვე ყველას. სადღა უკან. იქაც არიან აქაც ყველგან. აუ დაგეცნენ ყველას უქლებლიო. აქცევენ ხალხს ყველას უკლებლიო. ძალადობენ საშინლად ნაბიჯრები. Ogana Tsudada Iris Shokshia Spiwa Picture be agars agar qadrulobben bebias tsenen da
ნებისმიერზე გადადიან, ოღონდ არ დატოვონ ადგილები. გოგოები, ბავშვები, ბებიები ყველაზე ძალადობენ საშინელთან. ჩვენ გვეუბნებოდნენ გაზონზე ნუ დადიხართ და თვითონ მანდარიან ჩასაფრებულები ბიჭები. ტირია. ზოგი ტირი, ზოგი სუდა ზოგი რავი სასტრაფო დაიჭირეს ბევრი უმიზეზო ვისი მეგობარი, მეგობრებიც ახლა დააკავეს. მაგრამ იცოდეთ, რომ ახლა დაკავებული ადამიანები, აბონირები იქნებიან ადმინისტრაციული წესით, 2 დღეზე მეტი გაჩერების უფლება არა. სამი ან 4 ადამიანი აიყვანეს ზუსტად არ ვიცი. რატო არ შემოდიხართო და რატო არ გვეხმარებითო რა? ჩვენ გვერდით რატო არ დგახართო? მაგას ეუბნება. წვილი რაღაცა თქვენს მეორე მხარესო და რა ვერ გავიგე. იქით გადადიან და რატო არ ვიცი. რა ყველა გადადის და გადავალ აქედან რაღაც ხემოთ ჩავიდე. და იქ რა ხდება ხო არის? ვიღაცა საკავებენო მე მგონი. თუ სწორად გავიგე და რა ხდება არ ვიცი. რამდენი მიღბიანია აბსოლუტურად ყველგან არიან. წინ, უკან, მარჯვნივ, მარცხნივ. ალყაში ვარ თუ რა ხდება არ ვიცი. ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეიძლება გაიტაცონ ვინმე. უკაცრავად სავალი ნაწილი გაართავისუფლეთ ხესთან გაბაგა შეიძლება. გაზონზე. სასწრაფო ეხმარება. ხუთი წლის წინ სისტემამ ლუკას
ცოტახანი მობილურ სტენდი. ახლა 5 უკლია წუთები და ჯერჯერობით ძალიან ცოტანი ვარ. მაგრამ დიდი ვარაუდია იმის, რომ მეურნი ვიქნებით. კი არა უნდა ვიყოთ აუცილებლად. უკაცრავად ეგა მადლობა ვიტირეს კიდე ფოტოც ეგ არის მადლობა უბრალოდ რაღაც საუბარი იყო როგორც ჩანს. არ იყო რაღაც დაპირისპირება როგორც ჩანს. არ ვიცი რაღაც გაუგებრობა აქვს. ლექსო როგორც სანთელი აქვს ლოცულობს ალბათ. აი შემოგიერთდა სტუდენტები შემოგვიერთდნენ. ანუ აკის პარტიდან, ან პირველი კორპუსიდან. კი, ბევრი ადამიანი შემოგვიერთდა, მაგრამ რა ვიცი, ჯერ ვერ ვკეტავთ. მაგრამ კიდე მეორე მსვლელობა უნდა იყოს ის რომ შემოგვიერთდება, დარწმუნებული ვარ, გადაიკეტება რუსთაველი. აი, ჩვენ გასწრებით. მადლობა. აი გაუგებრდი. სახი გამოვაჩინა თუ მარტო წარწერა? როგორც გინდა. არ გიგენაცნობე. უკაცრავად. მადლობა. ამაზე გიგონები ხარ. კიდევ ორი მარში არის მოსასვლელი. და ყველა ვარიანტში გადაიკეტება დღეს რუსთაველი. რავი, ასე მინდა მჯეროდეს კი არა, ასეც იქნება. ჯერჯერობით ეს ვარ. ასე რომ კიდე უნდა მოვიდეს ორი ისო რა და ალბათ ერთი მოვიდა, კიდე ერთი უნდა მოვიდეს. გამოვედი ჩაი ყავი დასალევად და დამხდა რაღაც 2 წუთში გადაკეტილი რუსთაველი. ძალიან ბედნიერი ვარ. გასწრაფად. მადლობა. ცოტა გვემატება, მაგრამ ერთი დიდი მარში მოვა რა კიდე და ბევრად მეტნი ვიქნებით. არ ვიცი, დილამდე ვიქნებით,
თუ დილისთვის ცოტა ადრე წავალთ, წამოვალთ. ჩვენი დავიშლებით თუ ესენი დაგწხებენ, არ ვიცი რა იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით დგავართ. აფხაზეთის მიწაზე გულის კერაქარებოდა შიშის გზნობა არ ქონია ქართველს ვახარამდენი ვაჟკაცი სიკვდილს ეგებდებოდა უკან არ დაუხევია არცერთ ვახარამდენი ვაჟკაცი სიკვდილს ეგებდებოდა უკან არ დაუხევია არცერთ მოდი ისევ წავიდეთ პირი შევკრათ ბიჭებო და ერთმანეთს დაუჭიროთ ხარი ჩვენ ზემოდან დაგვწერის დამუკლუთა სულები მათ წინაშე მოვიხადოთ ვალი ჩვენ ზემოდან დაგვწერის დამუკლუთა სულები აფხაზეთი საქართველო არის მადლობა Yes! ავი ზოგი მიდის, ზოგი მოდის და კიდე ერთი ის იქნება, რა ქვია, სულელობა აუცილებლად და მოემატება რა. ავი დაგეგმილი არის და უნდა მოვიდნენ. Thanks, მადლობა. ავი დროით ალბათ უნდა შემოგვიერთდნენ ან ახლა ან უკვე, მაგრამ გვიერთდება ხალხი, მერე მიდის უკვე ვიღაც ნაწილი, რაღაც ნაწილი, ალბათ ვინც 10 საათიდან აქაა. არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში ყველა რო შეუგროვდეთ და არავინ არ წავიდეს, ბევრად მეტი ვიქნებოდით, მაგრამ ესეც კაია, რომ არ ვიცი სადამდე, მაგრამ ერთი რო გადაიკეტა და მეორე კიდე იქამდე, რა ქვია, გალერეამდე ჩვენია ქუჩა, ასე ვთქვათ. ყოველ დღე 200.000 და 300 ვერ იქნება რა, მაგრამ ნუ რავი, დღეს უნდა ყოფილიყო ბევრი წესით. არ ვიცი, შეიძლება ხვალისთვის ინახავენ ელექტრიკს. ეს კაი რაღაცა ავტობუსმა გადაგვიკეტა გზა მე მგონი. არ ვიცი, შეიძლება უბრალოდ ვერ გადის, ვერ ეტევა ან რაღაც მაგდაგვარი. მე მგონი მოუხვია უკვე, არა უშავს. მაგრამ იყო ეგეთი თემა, რომ ჩვენი გულისთვის ავტობუსი ჩადგა და მორჩა გადაკეტა გზა, მით უმეტეს იმ მომენტში, როდესაც ყველაზე მაგრად გჭირდებოდა. როდესაც მოგძდებდნენ და დგაპა ან ეგრევე გადაკეტა. ხო,
ის მე რო 5 მეგონა და 1/4 ეგონა 6 ტიპი იყოფილა დაჭერილი და უკვე გაუშვესო რა. არ ვიცი, ალბათ ხელწერილით რო აქ აღარ გამოჩნდნენ, მაგრამ აი ერთმა ძმაკაცმა მითხრა ასევე ხელწერილით გამოუშვეს მისი ძმაკაცი და რა ის ჩემი ძმაკაცია თუ ისევ აქ არ იდგებაო და ახლაც აქ დგასო რა. მიხარია რომ ახალი სახეები არის, დღე სხვა იყო, დილას შუა დღეს სხვა, საღამოს სხვა სახეებია. ხო, მაგრამ ცუდი ის არის რომ კი, გადაკეტილია რუსთაველი, მაგრამ ნუ ყოველ ისაც არაა ცუდი, ნუ ყოველ დღე 200,000 ვერ ვიქნები. ცხადია. ავიცი, იმედია დღეს მშვიდობიანად ჩაივლის დღე, რადგან ის 6 ადამიანიც უკვე გამოუშვეს. აი ორი ექიმია და ვაჟასთან იღებენ ინტერვიუს. საერთოდ ვიღებამ ყველაფერს YouTube-ზე ვიღებ. დიახ, street art. ამჯერად ბურთის ნაცვლად წეროებს თამაშობენ. აი კიდე ერთი მარში გვიერთდება. Hallo,
იქ არის დაიტოვეს ლაივი. აქეთ არ ვიცი რა ჯგუფია. აქეთ ტევე პირველი. აქეთ კიდე რავი დიდი მასა ხალხი. ჯერ კიდე არის 11 საათი. შეიძლება რაღაც 5 წუთი ეკლდეს უბრალოდ არ ვიცი. მე მგონი მე მომიწევს წასვლა, რადგან მაგარი დაბრედილი ვარ. 10 საათიდან აქ ვარ. ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა, მაგრამ როგორც ჩანს მოვიდა კიდეც. რადგან ასეთ ისე მაინც ვარ ხალხი. მე მგონი ისევე ჩვენით გავიშლები და მოვემზადებით ისევე დილის აქციებისთვის. ხო, დღეს ჯობს ყოველთვის. აქ ცოტა კიდე უფრო შემჭიდროვდა. ძალიან კაია ეს. სალომი. აქ ცოტა მოიკლო, მაგრამ რა უშავს. ხვალისთვის ვემზადებით როგორც ჩანს. ხო, იმედია დღეს არავინ დაგცხებს ხვეთმა ათნას. ხო. მაგ იმედით უნდა დავტოვა ეგ ადგილი და მოვასწრო გამოძინება რა. ეს მამაო ჩვენ გვერდითაა სულ. რაღაც ნაწილი იქ არის. არა მგონია დღეს რამე მოხდეს ხვეთმა არქნას. მაგრამ მე წასვლას ვაპირებ. და რა ვიცი, დიდი ვარაუდი ის არის, რომ არაფერი არ იქნება რა დღეს დარბევის მხრივ რა. დიდად ვარაუდობ და იმიტომ მივდივარ. მეც და კიდე რამოდენიმე აქ ვინც ხშირად დადის. 12 წუთებია 10-დან აქ ვარ და აღარ შემიძლია უკვე რა წავიდე. ერთი ამათკენ ვინც რჩება რა. Ოცი 24 ჯუჯების სტუდია Rustam Fuck the system Yahoo! შენ მირთხავ მე ვდგავარ ვიბძ შენ გუდავ მე ვდგავარ ვიბძ შენ მესვრი მე ვდგავარ ვიბძ ვდგავარ დავანგრიოთ სისტემები თავისუფლებს გვინდა რა საღებავი კედლები და გამოფენა ქუჩაში